Insomma, იტალიურად თუ გვინდა ვთქვათ, საბოლოო ჯამში, მოკლედ, ანუ საერთოდ რომ ვთქვათ, ისე რა, ამ სიტყვას ვიყენებთ ხოლმე. პირველი, როცა აზრს ვაჯამებთ და საბოლოო დასკვნას ვაკეთებთ. მაგალითად, ha studiato poco e non era preparato. Insomma, ha fallito l'esame. ცოტა სწავლობდა, მზად არ იყო. მოკლედ, ჩაიჭრა გამოცდაზე. მეორე, როცა ვცდილობთ რაღაც ნეიტრალური შეფასება გავაკეთოთ, როცა რაღაც არც ცუდი იყო და არც კარგი. მაგალითად, com'era il film? Insomma, როგორი იყო ფილმი? ისე რა. მესამე, როცა საუბრის გაგრძელება გვინდა და ამ სიტყვით პაუზას ვაკეთებთ და თან აზრს ვალაგებთ ამ დროის განმავლობაში. მაგალითად, Insomma, io penso che dovremmo riprovarci. მოკლედ, ფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ. მეოთხე, როცა ვიღაცა ზედმეტად დააგვიანებს და ვაჩქარებთ. მაგალითად, Insomma, deciditi. კარგი რა, გადაწყვიტე ბოლო-ბოლო. მეხუთე, როცა გინდა ადრინდელი ნათქვამის შეფასება. მაგალითად, abbiamo parlato molto, abbiamo discusso tanto. Insomma, non abbiamo deciso niente. ბევრი ვილაპარაკეთ, ყველაფერი განვიხილეთ. საბოლოო ჯამში არაფერი გადაგვიწყვეტია. დღეისთვის სულ ეს იყო, გემშვიდობებით, ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ. Ciao!